გორში ასრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებას ქალაქში ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქცენტი გასართობი ღონისძიებების მოწყობიდან მათი სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ უნდა გადაიტანოს. ოპოზიცია ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე საუბრობს და იმ თანხიდან გამომდინარე, რომელიც ზოოპარკის მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ცხოველების შეძენისთვის შესაბამისი თანხის მიღებას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იმედოვნებენ. გაჭირებულ ოჯახებს ასულად მოსვონ ზოოპარკი და შეიმუსლი და წადი და ზოოპარკში დაჯექი და გაერთობი. აბეგე საქმეა. ჯერ როდის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის არსებობა ზოოპარკი უნდა იყოს გორში, რამდენად მიზანშეწონილია, რა გათვლებები არსებობს საერთოდ. რის საფუძველზე დაუჭირეს ზოოპარკის შექმნას მხარი და შემდგომ ვიდა ვისაუბროთ იმ 37,000-ზე, რომ რას წარმოადგენს 37,000. მაგალითად, შადრევანი თუ დაუჯდათ 650,000 ერთი პრიმიტიული შადრევანი ამათოზე 650,000 ლარი და 37,000 ზოოპარკი ანაირად უნდა გააკეთონ, არ ვიცი. საკითხავია, ჭირდება ქალაქში ზოოპარკი და ეს ისეთი მცირე თანხაა გამოყოფილი ზოოპარკისთვის, რა ვიცი, მე ნამდვილად წარმოუდგენლად მიმაჩნია რამე მინი ზოოპარკის გაკეთებაც კი. აი მაგასთან დაკავშირებით დამებადა კითხვები და ხო კითხვები ახლა კომპეტენტური არავინ არ აზის. ვცდილობ რომ მოჩვენებებით არ ვიცხოვრო და ეს არის გაანგარიშებული სპეციალისტების მიერ გვითხრეს თუ რამე შეცდომა იქნება არ არის ეს პრობლემა მომავალში შეგვიძლია იგივე თანხა დავამატოთ თუ არასწორად იქნება გათვლილი და მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს